რომელ მხარეს ავირჩევ ხო, ჩემში არ, ჩემში არსებობს ორივე წერტილი რა. როგორც ეგეთი ღმერთსაც მე ვაცოცხლებ ჩემ თავში. ძალიან კაი თემა წამოჭერე. და ვფიქრობ, რომელ წერტილსაც ავირჩევთ, ჩემი ქმედებები იმას განაპირობებს, რა ადამიანმა შეიძლება მიიღოს ეშმაკის სახე ან ანგელოზის, ხო? და რომელს აირჩევთ. მოდი კიდევ უფრო გამოვწიოთ, ხო, კიდევ უფრო შორი წერტილიდან შევხედოთ და ნახე. კეთილი ბოროტი ღმერთის და ეშმაკის ეს განმარტება ცოტა ხანი დავივიწყოთ და ღმერთი როგორც უნივერსალური ენერგია, წყარო, აბსოლუტი, აი ეს ამ ღმერთზე გავაკეთოთ ეგეთი დაფიქრება უბრალოდ, დავფიქრდეთ. თვითონ აბსოლუტი, ყველაფრის საწყისი. იყო ან კეთილი, ან ბოროტი, ან კარგი, ან ცუდი, ან თეთრი, ნათელი, ან ბნელი. როგორ ფიქრობთ? აცნეიტერო, კეთილი იქნებოდა ბოროტი. ყველაფერი და არა. შვენიერი. და ერთი სიტყვით შეიძლება თქვა, რომ ეს იყო ერთიანობა. ყველაფრის ერთიანობა და პოტენციალში, არაფერი, რომელიც პოტენციალში არის ყველაფერი. და ეხლა გადმოვით აქედან ჩვენ სამყაროზე. ჩვენ სამყაროს აი ეს პირველი ისეთი მახასიათებელი არის დუალიზმი. ჩვენი სამყარო არის დუალისტური სამყარო. ეს არის სამყარო, სადაც არსებობს ცა და მიწა, დღე და ღამე, მზე და მთვარე, თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, ქალი და კაცი. ყველაფერს აქვს თავისი საპირისპირო. ანუ აი ეს არის ძალიან ისეთი საკვანძო მომენტი. და შესაბამისად ღმერთი და ეშმაკი. ანუ რა გამოდის, რომ ეს ღმერთის და ეშმაკის ეს განმარტება, რაც ადამიანური ის არის, ხო? რეალურად ილუზორიული გამოდის, ხო? იმიტომ რომ ერთადერთი ჭეშმარიტება არის მთლიანობა და ეს უკვე ანუ სამყაროზე ისიც არის, ხო, რომ ეს არის მაია, ღმერთის სიზმარი. ეხლა აქ გადმოვიდეთ ახლა აქეთ მხარეს და როგორ შევხედოთ, ნახეთ, გავიგეთ აბსოლუტი საწყისის ბუნება რაც არის, ხო, ერთიანობა, არა დუალიზმი. მაგრამ როცა აი თვითონ ინდივიდუალური სულიც ეს ერთობა არის თუ დუალიზმი არის? ეს უკვე დუალიზმია. დუალიზმის ბალანსი. დუალიზმი გამოხატული ერთობაში. ხო, დუალიზმის ბალანსია. ერთობა იქნება უკვე ეს რომ მთლიანად გადაატარო და განაცრისფრო. აი მთლიანი წრე ხო არის? ეს არის მაქსიმუმი იმისა, ეს არის უმაღლესი ბალანსი, რაც კი შეიძლება დუალისტურ სამყაროში არსებობდეს, არის ეს. უმაღლესი ბალანსი. თორე რისი ბალანსი? პოლარობების. და თუ ამბობთ რომ პოლარობები არ არსებობს, მაშინ რა რისი ბალანსი უნდა იყოს? ჩვენ სამყაროში არის დუალისტურ სამყარო პოლარობებზეა აგებული. ანუ ეს პარადოქსია, ანუ ეს სამყარო თან არსებობს და თან არ არსებობს. ეს ესეთი პარადოქსი არის. ნახე შენ როცა გძინავს და სიზმარს ნახულობ. შენი სიზმარი არსებობს? კი. არსებობს. რო გაიღვიძებ? ის სიზმარი აღარ არსებობს. აღარ არსებობს. ეგეთი მომენტია რა. ანუ ჩვენი თვალიდან ძალიანაც რეალურია, იმიტომ რომ შევიგრძნობ და ჩვენთვის რეალობაა, მაგრამ თვითონ აბსოლუტის გადმოსახედიდან სიზმარია ეს ყველაფერი. მაგრამ ეგ ახლა მაგ წერტილს თავი დავანებოთ, პოლარობების თემას დაუბრუნდეთ უბრალოდ, და ნახე ერთი რაღაც მომენტი არის გასააზრებელი, რომ თვითონ აი ადამიანის სული ის ვქნათ ახლა, ხო, წინაზე კარგად განმარტეთ და დაუბრუნდეთ. ანუ აბსოლუტი თუ არის წყარო, ამისი ერთი სხივი, ანუ სული შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ერთი სხივი, ხო? ან თუ როგორც ენერგიას წარმოვიდგენთ, ერთი ფრაქტალი ამ ენერგიის, რომელიც იგივე ბუნებას ატარებს, რასაც აბსოლუტი, ხო? და ახლა ნახე, როდესაც ეს ერთი სხივი, ერთი ფრაქტალი შემოდის ამ დუალისტურ სამყაროში, უნდა რომ განიცადოს ეს დუალიზმი, ხო, როგორც გამოცდილება. რა სჭირდება მას, რომ შემოვიდეს ამ სამყაროში, ერთიანობიდან შემოვიდეს დუალიზმში. რა უნდა დაემართოს, ანუ ის ხო სქესიც კი არ აქვს, ხო, ანუ რაღაცა მთლიანობა არის. რაღაც პოლარობის თემაში სჭირდება შემოსვლა, ხო? ანუ
სქესი უნდა მიიღოს პირველი, ანუ ან ქალის სხეულში უნდა შემოვიდეს, ან კაცის. არის ეგეთი მოსაზრებაც, რომ ეს ფრაქტალი ორ ნაწილადაც კი იყოფა და ორ სხეულში ახდეს ინკარნირებას და ეს არის სულიერი ტყუპების იდეა მაქედან მოდის და შენი უნივერსალური იდეალური პარტნიორის იდეაც მაქედან მოდის, მაგრამ ეხა უბრალოდ პოლარობის თემა მინდა რომ კარგად ისქნა რა, თვითონ აბსოლუტის მხარეს არის ერთიანობა, მაგრამ ჩვენ სამყაროში არის პოლარობა. რისთვის იყო საჭირო ეს დუალიზმი და პოლარობა? რომ მთლიანი სპექტრი შექმნილიყო, ფერების სპექტრი ვერ შეიქმნებოდა ისე, თუ არ იქნებოდა ორი პოლარობა და მათ შორის ხმათა ჟღერადობის სპექტრი ვერ შეიქმნებოდა ისე, თუ არ იქნებოდა ორი საპირისპირო პოლარობა. ენერგიის სიხშირული სპექტრი ვერ შეიქმნებოდა ისე, თუ არ იქნებოდა ორი საპირისპირო და მათ შორის. და ეხლა უბრალოდ მივყვათ ეს ინი და იანი არის პირველი სიმბოლო პოლარობების. ყველაზე მარტივი ვარიანტი არის ეს. ნებისმიერი პოლარობა ესეთი სახით შეიძლება რომ წარმოიდგინო, ხო? და მათ შორის ბალანსი. ეხლა უბრალოდ მივყვათ ჩვენს, ადამიანის სისტემაზე რომ გადმოვიდეთ, ჩვენ წინაზე ვისაუბრებთ, რომ ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული, ჩვენ გვაქვს მენტალური სხეული, ჩვენ გვაქვს ემოციური სხეული. და გაყოფილი ვართ, ჩვენი ორი ნახევარსფერო, პოლარობის გამოვლინება ვართ ფაქტიურად რა, ეს ორი ნახევარსფერო გვაქვს. ჩაკრების სისტემა საერთოდ მთელი გრადაცია არის, ამ ორ პოლუს შორის მიწას და ცას შორის არის ეს განაწილებული. წაღარას ვამბობდი, თუნდაც ზოდიაქოს სისტემით რო შეხედო, იქ 12 სხვადასხვა ნიშანში არის განაწილებული ეს ერთიანობა არის 12 ნაწილად დაყოფილი. 7 ჩაკრის შემთხვევაში ერთიანობა 7-ად დაყოფილი. გონების შემთხვევაში ერთიანობა ემოციურ და რაციონალურ მხარედ დაყოფილი. არქეტიპების კუთხითაც შეგვიძლია შევხედოთ, არქეტიპიც არის ეგ ერთიანობა გაყოფილია თვისებების მიხედვით, სხვადასხვა თვისება 8 არქეტიპი, ეგრეც დავინახოთ ვექტორული ფსიქოლოგია ვისაც გაგიგიათ, იქაც ესეა ვექტორებად არის დაყოფილი. ოღონდ ერთი პრინციპი აქვს, რომ ამ ერთი სისტემა რო ავიღოთ, რომელიმე კონკრეტული სისტემა, ყველასი ჯამი ერთიანობა გვაძლევს უკვე მთლიანობას. და ამიტომ არის ეს სულიერი განვითარების გზაზე, ჩვენ მატერიაში ვართ უკიდურესად პოლარიზებული ამ სამყაროში, რადგან ეს ჩვენი პლანეტა არის შედარებით დაბალ სიხშირული, მესამე განზომილების, რაც ვამბობთ, აქ არის პოლარიზაცია ძალიან კაფიო. მაგრამ, როცა ადამიანი გადის ამ სულიერ გზას, რასაც ვეძახით, მიახლოებას თავის ნამდვილ ბუნებასთან, უწევს, რომ ეს პოლარობა ნელ-ნელა წაიყვანოს ერთიანობის გამთლიანება, რასაც ქვია ფსიქოლოგიაშიც ეს ტერმინი, გამთლიანება ქვია პირდაპირ. და გულისხმობს ეგოს და ჩრდილის, ეგოს და ჩრდილს კიდე მინდა რომ კარგად დაუთმოთ დრო, მაგრამ ახლა უბრალოდ ეგოს და ჩრდილის გამთლიანება ფსიქოლოგიური კუთხით, ადამიანის გამთლიანება ენერგიის კუთხით შეიძლება ზუსტად ინის და იანის თემა წარმოვიდგინოთ, ფემინური და მასკულინური ენერგიების დაბალანსებაზე და გაერთიანებაზეა საუბარი. ამას კიდევ შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ფემინური, მასკულინური, ეს მარჯვენა, მარცხენა, ხო? ასევე შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ცა და მიწა. აქაც ბალანსი არის, ხო, საჭირო, არც მეტის მეტად მატერიაში, არც მეტის მეტად ეს ადამიანში, ეს შუაში ეს ორი სამკუთხედი, სადაც ერთდება, არის სადაც მიწის და ცის ბალანსია, ცეცხლის და წყალის, ეს 4-ვე სტიქია, ახლა ეს ამ სისტემაზე გადავიდეთ კიდევ, 4 ელემენტის იდეალური ბალანსი როცა იქნება, აქ არის ბალანსის წერტილი და მან ხდება გამთლიანება და მაქედან იხსნება წვდომა ჩვენს პირველ საწყისთან მაქედან გვეხსნება. ბალანსის წერტილის გარეშე ვერ ხდება რა ეს კავშირი. ამიტომ ჩვენ წინაზე ძალიან კარგად აღწერეთ ის პროცესი, სიხშირის ზრდა რო ხდება ფიზიკური სხეულის ცალკე, მენტალური ის როგორ იწმინდება ქვეცნობიერისგან, ჩვენი მენტალური სხეული, მისგან რა ქვია, პროგრამებისგან და რწმუნებულებებისგან, ემოციური სხეული ტრამვებისგან, ბლოკებისგან. ერთი მხარე არის ეს, რომ სიხშირულად ნელ-ნელა ვიზრდებით და მეორე არის, რომ ერთიანობისკენ მივიდეთ, გამთლიანებისკენ მივიდეთ. ეს პროცესი პარალელურად ხდება. როგორც კი ეს ჩვენ ვიბრაციაში
უფრო ზევით წავედით სიხშირულად, უკვე ერთიანობისკენაც მივისწრაფით. ანუ შემოდის ეს თემა თავისითად შემოდის. აი, მაგალითად, ფსიქიკის დონეზე ჭრტილის განმარტებას ვიტყვი, ახლა ვინც ანუ არ ვიცით, ხო, ფსიქოლოგიურად ჭრტილს რას ეძახიან, ხო? ანუ ხო, ანუ იუნგს აქვს ეს ჭრტილის, მაგრამ მე ეს რო ჩემ თავში ვქენი, ხო, არ მქონდა ეს იუნგის შესწავლილი საერთოდ და მერე ძალიან ის იყო აღმოჩენა იყო, რომ თურმე ესეთი რაღაცა და ნუ ნებისმიერი ადამიანი თავის თავს რო დააკვირდეს, აბსოლუტურად მივა მაგამდე. ხო, ანუ ჭრტილი არის ესეთი რაღაცა. მე ხა ეგეთი ღრმაცოდნა არ მაქვს ფსიქოლოგიის და უფრო ჩემ დაკვირვებით იმუშავებ. მაგრამ ნუ დიდი ნაწილი გადამოწვებულიც არის, რომ ნუ ეგრეა. ანუ ეგო თუ არის ესეთი რაღაც, ხო? ანუ იდენტობების რაღაცა და თვისებების ნაკრები, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გავითავისეთ, ხო? ანუ აი რაღაცა თვისება, ნებისმიერი არ ვიცი, მე ვარ მაგალითად რაღაცა კეთილი ადამიანი, არ ვარ ბოროტი, მაგალითად მე ვარ ოღონდ ყველაფერს აქ საპირისპირო რა, ეგ არ დაგვაუწყდეს, ხო? მე თუ ვარ კეთილი, არსებობს ბოროტიც. მე თუ ვარ მაგალითად, აი ინტროვერტი და ექსტროვერტი რო თქვი, მე ვარ მაგალითად არ ვიცი, ინტროვერტი ვარ. არსებობს ამისი საპირისპირო. ხო, ნებისმიერ თვისება ადამიანის რაც გინდა თქვი, აი არ ვიცი, მაგალითები მოვიყვანოთ კიდე ადამიანების თვისებების, რომ ძალიან კარგია მე ჭრტილის გასამარტად, რომ ანუ როგორი შეიძლება თქვა, რომ ადამიანზე როგორია. მებრძოლი და პასიური შეიძლება მეორე იყოს, მორცხვი და გაბედული, ემოციური და რაციონალური. და აქედან ნელ-ნელა შეიძლება გადავიცეთ ფორმებშიც, რომელსაც ჩვენ აღვიქვავთ როგორც ბოროტებას მაგალითად, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელსაც პირიქით ეგ აქვს გამოვლენილი, ხო? ანუ სისასტიკე აქვს მაგალითად გამოვლენილი, მაგრამ ამისი საპირისპირო თანაგრძნობის ემპათიური მხარე სად წავიდა ეს მხარე, ხო? ანუ ადამიანი თვითონ როგორც ერთი მთლიანობა, ჯერ სანამ ისი დაპროგრამება მოხდებოდა, არ ქონდა მას არანაირი ესეთი თვისება. ეს ხო ხელოვნურად შეძენილი თვისებებია და მან ხდება გაყოფა რა, ანუ ეს ჩემი ენერგიის პოტენციალი, სუფთა, რომელიც მაქვს, როგორც კი იძენს ერთ პოლარობას, ამის მეორე პოლარობის დათრგუნვა ხდება და გადატანა ჭრტილის მხარეს. ანუ ჭრტილი არის აი მთელი ამ ჩვენი დათრგუნული, უარყოფილი გამოვლინებების ნაკრები. ანუ მე თუ ვარ კეთილი და გაბედული, ანუ გაუბედავი და ბოროტი არის ჩემ ჭრტილში, ანუ ეს მახსოვს. და ეს ჭრტილი არ არის რაღაც ესეთი აბსტრაქტული რაღაცა რა. ანუ არსებობს ეგეთი დაკვირვებაც, რომ ადამიანი უფრო მეტად თავის ჭრტილის ბუნებას ავლენს ექსტრემალურ სიტუაციებში, ვიდრე თავის ეგოს ბუნებას, როგორც ის ეგო არის ნიღაბი, როგორც თავს წარმოვაჩენთ და ჭრტილი არის ის, რაც აი ქვეცნობიერში სიღრმეში, ანუ ჭრტილი მაგას ნიშნავს, ხო, რომ არ არის სინათლე არ არის იქ და არის ქვეცნობიერში ძალიან ღრმა. რეალურად ეგ არის რა ჭრტილები. ის, რასაც გავურბივართ, ზუსტად ეგ ვართ. მეორე განმარტებით, ის, რაც სხვა ადამიანში არ მოგწონს, გვაღიზიანებს, ზუსტად ეგ არის ჩვენს სიღრმეში. ანუ ეს ჭრტილი უფრო აი ღრმა, უფრო სიღრმისეული რაღაცა არის. არ მოგწონს თუ სხვაში რაღაც არ მოგწონს. ისე თქვა, თუ მოგწონს შენ. ანუ მარტო ეგ არის, რომ აი შენს გაქვს თუ შენს გინდა. შენს გაქვს არა, ანუ ეგეთი ადამიანი შენ. ნახე, რაც არ გაქვს. ნახე, ნებისმიერი რაღაცა, რაც არ გაქვს, ხო? არ ვიცი ნებისმიერი ამ თვისება თქვი, რაც არ მაქვს. არ გაქვს. შენ. ყველაფერი. ანუ ისეთი განმარტება აქვს ჭრტილს, რომ ანუ გამოდის რომ ყველაფერი. მაგალითებზე ვთქვათ და ყველაფერი ვარ. აი ეგ არის მთელი მანდ მიმყავს. ჩვენ ვართ მოკლედ აბსოლუტის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც ანუ ვართ ყველაფერი. ყველაფერი არის ჩვენში. ეხლა ნახე, მაგალითად ეგოს თემა როცა არის, ხო, აი ამ სულიერების გზაზე არის ძალიან რომ ეს ეგოს ძალიან მრავალმხრივი დამოკიდებულებაა მოკლედ, რომ ეს ეგოს რა უნდა უყოთ რა.
არის ძალიან გავრცელებული მიდგომა, რომ ანუ რაღაცნაირად უნდა დაანგრიო, ებრძოლო, არ ვიცი. მეორე მიდგომა არის, რომ გაიჯანსაღო, დახილო, გამოაჯანმრთელო. მაგრამ როგორი რაღაცა ნახე, ესე, აი როგორც მაგალითად შენ რო გქონდეს რომელიღაცა სტიქია ელემენტი აქტიური, ვთქვათ, აი დიდი რაოდენობით გაქვს, ვთქვათ, ცეცხლი და გინდა რომ ეს ცოტა დაბლა დაწიო, რომ ბალანსში მოხვიდე. პირდაპირ ამაზე ზემოქმედება ვერ ხდება ესე თუ მაგალითად საპირისპირო ეს არ შემოიტანე რა, ანუ ცეცხლის შემთხვევაში პირიქით წყალი უნდა გაიძლიო. ჩაკრების შემთხვევაში წესია, თუ დაბლთა ჩაკრებში ვართ, ბალანსისთვის ეს კი არ უნდა დავთრგუნოთ, ზედა და დაბალანსდება. ნებისმიერ რაღაც ასე არქეტიპების შემთხვევაში წესია, რომელიღაც ერთი არქეტიპია წამყვანი, საპირისპიროთვის ის ხოლმე არქეტიპი უნდა გავაძლოთ, რომ ის დააბალანსოს. იგივენად არის ეგოს შემთხვევაც. ჩვენ თუ გვინდა ეგოს გაჯანსაღება, დაბალანსება, ჩრდილი შემოდის აქ. ეგო რო წარმოვიდგინოთ ნაკრები აი რაღაც თვისებების, ყველა თვისების საპირისპირო თვისება არის ჩვენს ჩრდილში. და ეს ჩრდილის გაცნობიერების პროცესი ძალიან ბუნებრივად ხდება აი ამ სულიერი ზრდის დროს. სულიერ ზრდაში გულისხმობ ენერგეტიკულ სიხშირულ ზრდას ჩვენი სხეულების რა, ანუ ცნობიერების, ენერგიის ერთობლივად რა. ანუ ეს ზრდა როგორც კი ხდება, ჩრდილი ნელ-ნელა, ჩრდილი თუ მანამდე თავს ავლენდა მაგალითად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაღაც ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ სიტუაციაში ჩრდილი თუ ავლენდა თავს, აი ამ ტრანსფორმაციის პროცესში ჩრდილი აი ესა პირდაპირ შეიძლება ამოვიდეს და ხანდახან ხდება ეს გადართვაც კი ხდება, რომ ადამიანს თლიანად პერსონალით შეიძლება შეეცვალოს და საპირისპიროში გადავიდეს, აი ხშირად არის აი სულიერი გამოღვიძების დროს არის ხოლმე, რომ აი ესეთი იყავი და სრულიად საპირისპიროში გადავხდი. რაღაც მომენტში აი რაღაც ტრავმის დროს ან რაღაც კრიზისის დროს შეიძლება მე პირიქით აქეთ და ესე გადასვლა, გადმოსვლა ხდება. ეგოდან ჩრდილზე, ჩრდილიდან ეგოზე, ბრაზის დროს შეიძლება უცბად ჩრდილმა თლიანად წაგლეკოს შენმა ჩრდილმა და იქ აღარ დარჩეს შენი ეგოსთვის ადგილი. ეს ხდება გადასვლა, გადმოსვლა, მაგრამ ამორის დაბალანსება ეს არის უკვე ესეთი მარტივი თემა აღარ არის და ეს ხდება აი აბსოლუტურად ესე თითო-თითოდ ხდება, აი რაღაც ერთი თვისების, როგორც ჩვენ საუბრობდით იქ, რომ ანუ ვიღაცაში რაღაც მაღიზიანებს, ხო? იმ ერთი თვისების ამოტანა ხდება, მიღება ხდება და ამის ხარჯზე ბალანსდება შენი ერთი თვისება, რომელიც ამისი საპირისპიროა. ოღონდ ეს უკვე შენში ხდება მიმღებლობით. ეს მიმღებლობა შეიძლება ან სხვა ადამიანის მიმართ განიცადო, ან შენ თავშივე აღმოაჩინო, რომ აი რაღაც მომენტში მაგალითად არ ვიცი შური აღმოვაჩინო ჩემ თავში. ან რაღაც ესეთი თვისება, ხო? რაც არ მომეწონებოდა, აი ბოროტებაც კი აღმოვაჩინო და იმის მაგივრად რომ ამას გავექცე, ანუ ეს ინსტინქტურად ამას გაურბიხარ შენ რა, შენ ჩრდილს გაურბიხარ. იმიტომ რომ ის შეუცნობელია და გაშინებს, მაგრამ როგორც კი შენ ამის მიღებას გააკეთებ და აი თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ კოლექტიური არაცნობიერის ნაწილი ვართ, ყველანაირი ბოროტება და ყველანაირი ბნელი სიბნელე რაც არსებობს კოლექტიურ არაცნობიერში, ძალიან არ მოგწონს და ხშირად მაგალითად მოყავთ ხოლმე პედოფილია, შენ მიხსენე, ხო? აი როგორ შეიძლება ჩემში იყოს ეს, ხო? იმის გამო რომ კოლექტიური არსებობა, კოლექტიური არაცნობიერის ნაწილი ვართ, დიახაც ნებისმიერი რაღაც ერთ ადამიანს რო გაუვლია, გაუფიქრია. ყველაფერი არის ჩვენს არაცნობიერში. ყველაფერი არის ჩვენ არაცნობიერში. გადავედეთ ჩრდილში. ჩრდილზე რო საუბრობდი, სიბნელის თერაპიაზე გამახსენე, ჩრდილთან შეხვედრა. პირდაპირ ჩრდილს ხვდები, კი. თითქოს გაცნობიერება სადმე გარდატეხა რა შენ თავში. წასული ვარ სიბნელეში 3 დღით სულ სხვა ადამიანებთან. ხო, არ ვიცნობ და გავთავსდით ერთ ღამესაც ვზივართ სიბნელეში და ატყდა წარმოუდგენელი სიცილი. მოყოლებული ჩემი გიცული. რა ატყდა? სიცილი, ანუ რაც არ უნდა მოხდეს. რა იდეაში ყველა თავისთვისაა და სიჩუმეში უნდა დაიცვას. დაიცვა სიჩუმე, რომ სხვას არ შეუშიო. საშინლად მინდა, კაროჩე, ჩართვა რა ამ სიცილში და
ვერ ვერთვები, ბუნებრივად არ გამოდის ეს და ანუ მე ვინც მაცინებს მაგალითად იმის მიმართ კეთილგანწყობილი. შესაბამისად ამათ თუ გავაცინებ, კეთილგანწყობილები იქნებიან ჩემს მიმართ. და კეთილგანწყობილი შემდეგი კითხვის პასუხი ეს ხო. კეთილგანწყობილის მიმართაც ვარ, იმას თავს არ ვესხმი. შესაბამისად ისინი მე თავს არ დამესხმებიან მეთქი და ბნელი მხარის დანახვა ჩემი ზუსტად ის იყო, რომ მთელი ის აგრესიები, რაც განიხორციელებია ცხოვრებაში, მივხვდი, რომ იყო შეშინებული ბავშვის ქმედება. და აი მაგ დროს რაღაც საკუთარი თავის სიყვარული გამიშთა და მივხვდი, რომ ბოროდი არ ხარ, ანუ რა უბრალოდ თავდაცვა, რაღაცა ეგრევე. ხო ჩავაქრო. მეცარა კარგი. ხო. ხო, ანუ ეგრე გისხლტება, აი ბოროტება, ეგრე გისხლტება ხელიდან, როგორც კი მიანათებს სინათლეს. კი.